Samit მოგვითხრა მარსაბა და არ გავჩერასონ სამი და დღეს როგორც მე ვხდი იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო იმის გამო რომ სადღაც 5 წუთის წინ მე და მირეკა ფერმერმა შეწენიკვა და მითხრა რომ რაღაცა ისე უნდა გამყიდოს და თქვენ ხო იცით რომ თუ ფერმერში წენიკი მე მთავაზობს რომ რაღაცა ასე ვთქვათ ვიყიდო გამოდის ეს ძალიან საინტერესო რამ იქნება მაგიტომ მოითახლა დროზე მალე მივიდეთ ახლა ფერმერში ზეგთან ფერმერშინკო გამარჯობა. როგორ ხარ ფერმერო? კარგად საბათა შენ? მეც კარგად მოკეთ რა, მინდოდა მეთქვა. შენ მირეკავდი და მითხარი რომ რაღაც გინდა, რომ მე ვიყიდო შენგან. თუ შეიძლება აბა ამიხსენი და ჩემს გაუნწევსეს, იმიტომ მე უკვე კამერა ჩავრთე. ძალიან კარგია რომ ისე კამერა ჩართე. მოგეთ მეგობრებო გიხსნით. დღეს მე მინდა საბას გამოვყიდო ძალიან მაგარი სარდაფი. მოგეთ საბა რა მინდა გითხრა. მე აქვე სოფელში უკვე რამოდენიმე თვეა მაქვს სარდაფი, რომელსაც უკვე საერთოდ არ ვიყენებ, სიმართლე გითხრა. არც კი მჭირდება და მაგრამ რამოდენიმე თვეა რაც კი არ ვიყავი მაგ სარდაფში და არც კი ვიცი რა არის განლაგებული მაგ სარდაფში. აღარ მახსოვს რა ნივთები, შეიძლება იყოს ცარიელი და შეიძლება იყოს არ ვიცი გატენილი ნივთებით. რა მინდა შენ შემოგთავაზო. მე ამ სარდაფს მე გაგყიდი 32 ისუბრუდად. 32 ისუბრუდად და გაჩვენებ მაგ სარდაფს. так окей, სარდაფი. შემიძლია გითხრა ისე ფერმერში არასდროს არ გითქვასო შენ, სადღაც აქვე სოფელში გაქვს რაღაც სარდაფი. 32 ისუმრუდი. არც კი ვიცი, 32 ისუმრუდი ეს არის ჩემი მთლიანი ხელფასი. ნუ საბა პრინციპში იფიქრე გაცნევ ასე ვთქვათ 1 წუთს საფიქრელად. так окей, ფერმერო ახლავე შემოვიდა გეტყვი. მეგობრებო, არც კი ვიცი 32 ისუმრუდი არის ჩემი მთლიანი ხელფასი, მაგრამ მეგობრებო, რადგან მე 32 ისუმრუდი მეთქი 16 ისუმრუდად მაინც. მაგრამ 32 ისუმრუდი მთლიანი ჩემი ხელფასია. კაი მეგობრებო, რადგან უკვე ჩავრთე კამერა, რადგან უკვე ასე ვთქვათ დავთანხმდი ამ ფერმერში წინკს, მე უკვე აღარ მაქვს ასე ვთქვათ უფლება რომ თქვა არის. მეგობრებო, ჩემი 32 ისუმრუდი მთლიანი ჩემი ხელფასი და იმედია რამე კარგი იქნება მაგ სარდაფში. მოით მეგობრებო, ახლა მიუტანოთ ამ ფერმერში წინკს და так ფერმერო, ვიფიქრე და ახლავე მოგცემ ამ 32 ისუმრუდებს, თუ შეიძლება აიღე და თუ შეიძლება მაჩვენე სად არის ეგ სარდაფი განლაგებული. так ფერმერო, თუ შეიძლება დამელოდე. ой მე რა სწრაფად დარბის. მეგობრებო, ფერმერი. ტაქს და რაღაც სარდაფს მეგობრებო ვერსად ვერ ხედავ. так ფერმერო, მოვედი მოკეთ და სად არის აბა სარდაფი? შენს გვერდით საბა. ჩემს გვერდით. სერიოზულად? მოიცე, სტოპ, ფერმერო, ცოტა ამიხსენი და ეს ორი ნაძვი შენ დადგი თუ ასე იყო და ასე დამალე? მოგეთ საბა ხო, მე გავაკეთე სპეციალურად სარდაფი, რომელიც იქნებოდა დამალული და რომელსაც ვერც ერთი მოთამაშე, ვერც ერთი შეწენიკი, ვერც ერთი ცხოველიც კი ვერ ნახავდა ამ სარდაფს. ყველაფერი დავბალე ისე, რომ ყველას იგოს ეს თითქოს არის ორი ნაძვი, ერთმანეთთან რომელიც გაიზარდა და ასე გაზარდა თავისი ფოთლები. მოკლედ, აქ არის კარები, ეს კარებიც არის როგორც შენ მივხვდი დამალული. ახლა შენ გათხრი ამ კარებს, მადლობა დიდი 32 ისუმრუდისათვის და როგორც მე უკვე გითხარი, მეც აღარ მახსოვს რა არის განლაგებული ამ სარდაფში. так окей, ფერმერში წინკო დიდი მადლობა. და მე კიდე მეგობრებო მოითახა წავიდეთ და ნახოთ ეს სარდაფი კონკრეტულად. ვაუ მეგობრებო, თან წარმოიდგეთ, გამოის ამ ფერმერმა ისე დამალა. შეხედეთ მეგობრებო, უბრალოდ. так ფერმერმა უკვე წავიდა. აქედან უბრალოდ შეხედეთ. ესე უყურეთ. კარები რო არ ჩანდეს კარები, მე ვიფიქრებდი რომ აქ უბრალოდ მართლა ეს ორი ნაძვი, რომელსაც თავისი ბუჩქები ასე გამსუქა, ასე ვთქვათ. გაგიჟება, შეხედეთ მეგობრებო, როგორ კარგად. так, პრინციპში გარედან სარდაფი ნორმალურია. მაგრამ მეგობრებო, მოედაბა ნახოთ აბა შიგნიდანაც თავარია. так, მოედაბა გავთხოვოთ, так. ეს კარები უკვე დაწოდა და ოპა. მეგობრებო, რა მინდა გითხრათ?
კონკრეტულად ესე ის კლასიკური სარდაფი, სადაც ყრია აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს. საწოლი, არ ვიცი, დამტრეული ყუთები, რაღაცეები, გაგიჟაბა რაღაც ქილები, რაღაცეები, მეგობრებო, ხო, თქვენც ხო იცით სარდაფები როგორ გამოიყურება. და აქ მეგობრებო, შეხედეთ, так, ნაკოვანები და გონკანი, რომელიც ერთად არ მუშაობს, ტურიანი საწოლი და აქვს მუსიკალური ცენტრი, რომელიც მუშაობს გონი მეგობრებო და უბრალო ვერსტაკი. და აქ მეგობრებო, აქ კიდე რაღაც ყუთებია, მოიწყო და აჰა, так, მეგობრებო, როგორც მე მივხვდი, პირველი ყუთი ეს არის რაღაც რესურსების ყუთი. так, რას ხედავ აქა? 4 ისმურდი. პრინციპში უკვე არა უშავს, მაგრამ პრინციპში ნავთობი, ეს 24 ნავთობი რო გადაიყვანო, ისმრუდება სულ 2 ისმრუდს მიიღებ, მეგობრებო, მართლა გეუბნებით. 2 ალმასი დაკრავდა იმას თოხს მაგალითად. თოხს ან ხმალს ან ლაფათას და ასეთ რაღაცებს. ოქრო რომელიც არაფერში არ გამოგადგება, მაგრამ შეგიძლია საათი დაკრავდო. так, და პრინციპში მეტი არაფერი. так, 4 ისმრუდს მე ავიღებ. так, შემდეგ და так, მეგობრებო, აქ უკვე რაღაც საინტერესოები იწყება. პირველს რასაც ხედავ, ეს არის 4 ალმასი. ეს უკვე მეგობრებო, კარგია, გამოს ეს არის 6 ალმასი. 6 ალმასად მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დაკრავდოთ გამოს ნაჯახით და კირაც. ან ლაფათი, ხმალი და თოხი, ასე ვთქვათ. პრინციპში ნორმალურია. შემდეგ. так, რკინის ხმალი. არ ვიცი რაში გამომადგება რკინის ხმალი, так, მეგობრებო, უფრო კარგი კარები დავკიდოთ, რომ არავინ არ ნახოს ჩვენი სარდაფი. რკინის ხმალიც მეგობრებო არა უშავს პრინციპში. თუ ანუ ჯობს ხისა და ქვის ხმალს, მაგრამ ალმასის ხმალი უფრო ჯობს მეგობრებო, მართლა. так, 22 კიდე ისა დაქვია მაგას ქვის ტეხილი. ვაიმე მეგობრებო, ქვანახშირი. 22 ქვანახშირი. так, მეგობრებო, ეს так, ერთზეც შეხედეთ რა მაგარია. ეს მეგობრებო, მე გამომადგება წვიმის დროს, ხო, პრინციპში, თან ჩვენთან მეგობრებო, წვიმა ძალიან ხშირია. თებერვალს ჩვენთან წვიმა თითქმის ყოველ დღეა. მაგიტომ ეს ქუდი ძალიანაც და გამომადგება. შემდეგ. ოპა, ფერმერის წინკი როგორ შეიძლება ფერმერის წინკმა არ კონდეს რამე თესლები, ასაკველია. так, ეს არის გამოის ჭარხლის თესლი. მეგობრებო, მალე ჭარხლის თესლის სეზონი მოვა და ძლიერს შემიძლია ფერმებზე დავდო ეს ჭარხალი, რომელიც უკვე თვეზე თუ 2 თვეზე მეტია, რაც არ დავდეთ ჩემს ფერმებზე. так, ოკეი, შემდეგ. სურათი. სურათი. მოითავა ნახოთ, აბა. так, მეგობრებო, ეს მაგარია, ობობებითა და რაღაცეები. так, შემდეგ. მეგობრებო, ეს ვიცი ასა მოგეც მეგობრებო, მე მინდა გაჩვენოთ. ეს ესეთი ბლოკი, როგორც მე ვიცი, რომელიც აჩვენებს მზის მიმართულებას. так, სადღაც მეგობრებო, სახურავებზე და ასეთ რაღაცეებზე უნდა დადო. და მაგ დროს იმუშავებს, მაგრამ მეგობრებო, ასე მწკრივში დავდო ჯერჯერობით და მე გავერკვევი თუ როგორ ოპა, შეხედეთ მეგობრებო, ვადებ და რაღაც ციმციმებს. ოკეი, მეგობრებო, მალე უკვე საღამოც სტოპ. რა? მე ვესიმართო გიტოთ არ ვიცოდი, რომ ასე მუშაობს. так, ოკეი, რაღაც მაგურებს მაგრად. შეხედეთ. так. ისე რომ გითხრათ, ლამაზია, თან ლურჯი უფრო კარგია. так, მოით მეგობრებო, შემდეგ რა გვაკოჩი. так, 6 ვაშლი, так, ალმასის თოხი და სერიოზულად კაქტუსი და სად ნახო აქ ქვიშა? სად არის ქვიშა? ქვიშას ვერ ხედავ ერთად. აქ ვერ დადგა, მეგობრებო, დიდ სამწუხაროდ მე აქ ვერ დავდგა. так, ოკეი, ალმასის ხმალი და ალმასის ნაჯახი და 6 ვაშლი, მაგრამ მეგობრებო, ვაშლებს მე არ შევჭამ, იმიტომ ვინ იცის რამდენი ხანი დევს ეს ვაშლი, იმიტომ ფერმერში მეუბნებოდა, რომ რამოდენიმე თვეა არ გავხსენიო ეს სარდაფი და всё. პრინციპში მეგობრებო, ეს ყუთიც უკვე და აქ ყუთშიც უკვე ყველაფერი ნახეთ და კიდე ერთი ყუთი და
Так, მეგობრებო, აქაც რაღაცები დავს. Так, 2 ისუმრუდი, ეს უკვე მეგობრებო 6 ისუმრუდია. ნუ ეს არის მეოთხედის მეოთხედი რაც კი მქონდა. შემდეგ. მეგობრებო, ეს მაგარია. ეს ძალიან მოძეს, ეს სულ მიყვარდა მეგობრებო, მოიდა. всё, მე ისეთი საბოლოოდ მეგობრებო, სულ ძალიან მიყვარს ესეთი ლიმონათი, რომელიც შენ უფრო სწრაფად გაყენებს. Так, ოკეი. შემდეგ, რა გვაქვს? სერიოზულად? 4 ყვავილი. არა, მეგობრებო, მე ყვავილების უარზე საერთოდ არ ვარ, პირიქით. მე ყვავილების სულ მახარებ და სულ მიყვარდა ყვავილები, თან ასეთი ლამაზები. Так, ოკეი. შემდეგ. კომპასი. ოკეი. აბა რომელი მიმართულებითაა ჩვენი სოფელი აბა ამ კომპოსით? აჰა. Так, და ასე. Так, და ასე, აჰა. Так, იქ არის ჩვენი სოფელი და იქ არის ჩვენი პატარა მდინარე. Так, ოკეი, მეგობრებო. შემდეგ. ნავი. სერიოზულად ნავი? მოიცეს დახმელეთ შემიძლია და ნავი დავდო? ერთ მოიცა მეგობრებო. სერიოზულად. კი შეგვიძლია. უბრალოდ ძალიან ძნელია რომ ატარო. მაგრამ პრინციპში მეგობრებო შეგიძლია რაც საკვირელია. ეს ძალიან კარგია მეგობრებო, პრინციპში ნავი გამომადგება თან ჩვენი გვაქვს. იქ არის ტბა, იქ არის პატარა ტბა, იქ არის მდინარე, იქეთ არის ოკეანე მეგობრებო, ასე ვთქვათ. ხო, მაგიტომ ძალიანაც და გამომადგება ეს ნავი. ოქროს ლაპათა. რომელიც მეგობრებო წამშივე შეხედეთ მეგობრებო, აი წამშივე всё. Так, ოკეი მეგობრებო, ოქროს ლაპათის გაყიდვა მე შემიძლია 2 კინად მეგობრებო, 2 კინად всё. რუკა. Так, სამტყის რუკა მეგობრებო, პრინციპში იქ მხარეს არის ჩვენი სოფელი და იქ არის ჩვენი პატარა მდინარე. Так, ოკეი, რუკაც კარგია მეგობრებო, ჩამოკიდებ ჩემს სახლზე და ბოლო ნივთი ეს არის ასეთი ბლოკები, ну ასე ვთქვათ ნატურის მაგივრად. პრინციპში მეგობრებო, დღეს რომ გითხრათ, მე ტყუილა მგონი არც კი ვიყიდე ეს სარდაფი ფერმერის წინიკთან. თუ მეგობრებო ამ ვიდეოზე იქნება 150 ნახვა, მოით მეგობრებო 150 ნახვა, მე ისევ ვთხოვ ფერმერის წინიკს რომ რამე გამიყიდოს, რომ რამე ასე ვთქვათ ვიყიდო მაგ ფერმერის წინიკთან, მე ისევ რამეს ვიყიდი. თქვენ კი მეგობრებო მადლობა დიდი იმის უყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდო და ლაიქეთ. მე კი ახლა წავედი მეგობრებო. ნახვამდის.